მოგესალმებით. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და კაცობრიობის წარმოშობის ძალიან დამაინტერესებელ ალტერნატიულ ვერსიას ჩაუღმავდეთ. ჩვენ ყველანი შეცვლილები ვართ ოფიციალურ ისტორიულ ნარატივებს, მაგრამ ამ მიმოხილვაში ჩვენ ერთ ძალიან თამამ კითხვას დავსვამთ. რა მოხდება, თუ უძველეს მითებსა და ლეგენდებს წარმოვიდგენთ არა როგორც სხვა ფრებს, არამედ როგორც უაღრესად განვითარებულ მეცნიერულ ჰიპოთეზას. ჩვენ ამ თემას სრულიად ნეიტრალურად, როგორც ერთ დიდ და საინტერესო ინტელექტუალურ ექსპერიმენტს მიუდგებით. აბა დაფიქრდით ერთი წამით. რა მოხდებოდა თუ ის ძველი ღმერთები, რომლებზეც ამდენი რამ წაგვიკითხავს, უბრალო მითებზე ბევრად მეტი იყვნენ. იქნებ ისინი სხვა სამყაროდან მოსული, წარმოუდგენლად განვითარებული ტექნოლოგიების მქონე სტომრები გახდნენ. მოდით დიდი ფილოსოფოსის არისტოტელეს მიდგომა გამოვიყენოთ. ხომ იცით, განაწლებული გონების ნიშანია დაუშვას და გააანალიზოს ნებისმიერი საინტერესო აზრი ისე, რომ მისი დაჯერება სულაც არ იყოს სავალდებულო. ზუსტად ამას ვაპირებთ დღეს ჩვენს. აი შეხედეთ ამ ციტატას უძველესი შუმერული ტექსტიდან, ატრახასისის პოემიდან. დაე კაცობრიობამ ატაროს ღმერთების სიმძიმე. ჟღერს როგორც უბრალო პოეტური მეტაფორა არა, მაგრამ წარმოვიდგინეთ, რომ ეს არ არის არა მეტაფორა, არამედ პირდაპირი ტექსტი. დასაწყისი უდიდესი სამეცნიერო ფანტასტიკისა, კოსმოსური მასშტაბის შრომით დავაზე, რომელმაც ჩვენი პლანეტის ბედი სამუდამოდ შეცვალა. მოკლედ, ამბავი იწყება პირველი ნაწილით, სადაც ვნახავთ თუ რა კრიზისი მძვინვარებდა მათ პლანეტა ნიბირუზე და რატომ გახდა აუცილებელი ატმოსფეროს გადარჩენაზე ზრუნვა. წარმოსახვით დავბრუნდეთ 450,000 წლის უკან. ანუნაკების საკუთარ პლანეტაზე კატასტროფული კლიმატური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ და გამოსავალი დიახ დედამიწაზე იპოვეს. და იცით რა არის აქ ყველაზე საინტერესო? დედამიწის ოქრო მათთვის სიმდიდრე და სამკაული კი არ იყო, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ტექნოლოგია. მათი გეგმა ასეთი გახლდათ: მოიპოვებინათ ოქრო, დაეშალათ უწვრილეს ნაწილაკებად და საკუთარ ატმოსფეროში გაეფანტათ, რომ მზის მომაკვდინებელი რადიაცია აერეკლათ. ფაქტობრივად, ეს იყო პლანეტარული გადარჩენის უმაღლესი ატმოსფერული ფარის ტექნოლოგია. ახლა ალბათ ფიქრობთ კი, მაგრამ როგორ ჩამოვიდნენ დედამიწაზე? ანუნაკების კოსმოსური ხომალდები ნამდვილად არ გავდა ჩვენს დღევანდელ პრიმიტიულ რაკეტებს. უძველესი ტექსტები, მაგალითად ინდური ეპოსები მათ აღწერენ როგორც ცეცხლოვან ეტლებს ან ვიმანებს. წარმოიდგინეთ მასიური მბზინავი მეტალის აპარატები, რომლების ანტიგრავიტაციულ ტექნოლოგიას იყენებდნენ და უზარმაზარ მანძილებს მომენტალურად ფარავდნენ. ამ ხომალდებს შეეძლოთ კოლოსალური რაოდენობის ოქროს უსაფრთხოდ ტრანსპორტირება კოსმოსში. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. აქ უკვე ნამდვილი გენეტიკური ინჟინერია ერთვება საქმეში და იწყება ჰომო საპიენსის შექმნის ისტორია. საქმე ისაა, რომ დედამიწაზე ოქროს მოპოვება ურფულესი პროცესი აღმოჩნდა. მათმა დაბალი რანგის მუშებმა აჯანყება მოაწყვეს, რამაც ანუნაკები რადიკალურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. მათ ახალი მუშახელი სჭირდებოდათ. ყველა მიცით ბიბლიური ამბავი, როგორ შეიქმნა ადამიანი თიხისგან ედემის ბაღში. ხო მართალია, მაგრამ მოდით მეცნიერული ჰიპოთეზის თვალით შევხედოთ ამას. სინამდვილეში ეს შეიძლებოდა ყოფილიყო პრიმიტიული ჰომო ერექტუსის დნმ-ის მიზანმიმართული გენეტიკური მოდიფიკაცია. თანაც სად? ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში, რომელსაც ძველ ტექსტებში შემთხვევით სულაც არ ჰქვია ედინი. სწორედ აქ შეიქმნა პირველი მუშა ადამიანი, სახელად ადამო. და აი ჩვენი ორი მთავარი მოქმედი პირი. ამ გრანდიოზული გენეტიკური ექსპერიმენტის სათავეში ორი ძმა იდგა და მათ შორის არსებული ძალაუფლების ბრძოლა სრულიად ცლის ისტორიას. ერთ მხარეს ყავს ენკი, მთავარი მეცნიერი და გენეტიკური ინჟინერი. ის იყო ის, ვინც ადამიანებს ინტელექტი მიანიჭა და ჩვენკენ იხრებოდა. მეორე მხარეს კი არის ენლილი, მკაცრი სამხედრო მეთაური, რომელსაც თავიდანვე ეშინოდა, რომ ეს ახალი გონიერი არსებები ერთ დღესაც ძალიან გაძლიერდებოდნენ და მორჩილები აღარ იქნებოდნენ. მესამე ნაწილი ზუსტად იმაზე მოგვითხრობს, თუ რას წარმოადგენდნენ ეს ღმერთები ჩვენ შორის, როგორ გამოიყურებოდნენ და რა დაგვიტოვეს. 5 მეტრი. წარმოგიდგენიათ, აი ასეთი იყო მათი ფიზიკური გარეგნობა შემორჩენილი აღწერილობების მიხედვით. ისინი იყვნენ ნამდვილი გიგანტები, წაგრძელებული თავის ქალებით, გამჭოლი თვალებითა და ოქროსფერი ან თუნდაც ბრინჯაოსფერი კანით. რაც მთავარია, მათ ეცვათ წარმოუდგენლად დახვეწილი ტექნოლოგიური ჯავშანი, რომლითაც შეეძლოთ ენერგიის მანიპულირება და ჰაერში ლივლივიც კი. გესმეთ ახლა, რატომ სცემდა უძველესი ხალხი მათ? გიფიქრიათ ოდესმე, რომ პირამიდები შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო სამარხები? ამ ჰიპოთეზის მიხედვით ანუნაკებმა სწორედ თავიანთი ანტიგრავიტაციული ტექნოლოგიით ააშენეს ისეთი შეუძლებელი არქიტექტურა, როგორიცაა გიზას პირამიდები ან ტეოტიუაკანი. ესენი იყო თავისუფალი ენერგიის მასიური ცენტრები და უზარმაზარი სატრანსპორტო კვანძები. ასტრონომიული სიზუსტით გასწორებული მეგასტრუქტურები სინამდვილეში ენერგეტიკულ და სანავიგაციო ფუნქციას ასრულებდნენ მათთვის. ახლა კი მივედით ძალიან დრამატულ მეოთხე ნაწილამდე, დიდი წარღვნა, ანუ ექსპერიმენტის სასტიკი გადატვირთვა.
დროთა განმავლობაში ბუნებრივია ჩვენ გავმრავლდით. ენელმა და სხვა ლიდერებმა კი ჩათვალეს, რომ ადამიანური მოდგმა ზედმეტად ხმაურიანი, დამოუკიდებელი და უკონტროლო გახდა. ასე რომ დიდი წარღვნა, რომელზეც თითქმის ყველა უძველესი კულტურის მითი საუბრობს, სულაც არ ყოფილა ბუნებრივი კატასტროფა. ეს იყო გამიზნული მასიური სამეცნიერო წმენდა, ფაქტებრივად ექსპერიმენტის გადატვირთვა, სისტემის რესეტი, კაცობრიობის გასანადგურებლად. თუმცა ჩვენ დასაბედნიეროდ ენ კი მფარულად იხსნა ადამიანების მცირე ჯგუფი ზიუს უდრას იგივე ნოეს მეშვეობით. წარღვნის შემდეგ გადარჩენილებთან დაკავშირებით რაღაც უნდა ეყონათ, ხო მართალია. ამიტომ ანუნაკებმა ახალი გენეტიკური მოდიფიკაცია ჩაატარეს. მათ უბრალოდ შეგზღუდეს. მკვეთრად შეამწირეს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა, დათრგუნეს ჩვენი მოწინავე კოგნიტური უნარები და ფიზიკური ძალა. მიზეზი? რა თქმა უნდა, პოპულაციის მარტივი კონტროლი, რათა მომავალში ადამიანების აჯანყება და მათთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნა სრულიად გამორიცხული ყოფილიყო. მეხუთე ნაწილში ვხედავთ სცენარს თუ როგორ ხდება ძალაუფლების გადანაწილება პირველ ადამიან მეფეებზე. როცა ნიბირუზე კრიზისი შედარებით დასტაბილურდა, ანუნაკებმა ეტაპობრივად დაიწყეს ჩვენი პლანეტის დატოვება. მაგრამ ისე კი არ წასულან, რომ ძალაუფლების ვაკუუმი დაეტოვებინათ. დააკვირდით ამ რიცხვს 28,800 წელი. გაგიჟება შეიძლება, არა? ეს შუმერების მეფეთა სიიდან არის აღებული და წარმოადგენს პირველი მეფის ალულიმის მეფობის ხანგრძლივობას. ჰიპოთეზის თანახმად, ის და მისი მსგავსი პირველი მეფეები იყვნენ ჰიბრიდები, ნახევარღმერთები. მათმა უცხოპლანეტურმა გენეტიკამ მიენიჭა მათ ასე კი ექსტრემალური დღეგრძელობა და რაც მთავარია პლანეტის მართვის ლეგიტიმაცია. ეს სლაიდი პირადად ჩემი ფავორიტია. შეხედეთ, რა ფანტასტიურად ემთხვევა ყველაფერი. ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი, ოკეანეები დაშორებული, შუმერული, ეგვიპტური და მესოამერიკული კულტურები იზიარებენ აბსოლუტურად ერთსა და იმავე იერარქიას. ცის შემოქმედი, ქარიშხლის ღმერთი, ენლილის ზუსტი პროტოტიპი და სიბძნის ღმერთი, ენკის პროტოტიპი. დამთხვევა ამ ჰიპოთეზის მიხედვით ნამდვილად არა. ეს იმაზე მეტყოლებს, რომ მათ უბრალოდ ჩაწერეს ერთი და იგივე არამიწიერი მართლობის სტრუქტურა, რომელიც მთელ პლანეტას აკონტროლებდა. და ბოლოს, მეექვსე ნაწილი, ყველაზე საინტერესო თემა, ჩვენი დნმ და უხილავი არამიწიერი მემკვიდრეობა. მოდით ახლა თანამედროვეობაში გადმოვინაცვლოთ და შევხედოთ ამ ქრონოლოგიას. ანუნაკები ჩამოვიდნენ 450,000 წლის წინ. ჰომო საპიენსის უეცარი და აუხსნელი კოგნიტიური ნახტომი კი ხდება ზუსტად 300,000 წლის წინ, რასაც თანამედროვე ევოლუციური ბიოლოგია ბოლომდე ვერ ხსნის. იდეალურად და სრულყოფილად ემთხვევა არამიწიერი ჩარევისა და ანუნაკების გენეტიკური ექსპერიმენტების ქრონოლოგიას. აი აქ კი მეცნიერება მართლა უცნაურდება. ადამიანის მეორე ქრომოსომის შერწყმა ეს არის ევოლუციური ანომალია, სადაც წინაპარი პრიმატების ორი ქრომოსომა რაღაც გაურკვეველი საიდუმლო გზით გაერთიანდა და რაც მთავარია, ეს ფენომენი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებში გვხდება. თუ ამ ფაქტს ნობელის პრემიის ლაურეატის ფრენსის კრიკის მიმართული პანსპერმის თეორიასაც დაუმატებთ, საქმე მართლაც ძალიან სერიოზულ და საფიქრალ სახეს იღებს. რაც მიგვიყვანს ჩვენს მთავარ დასკვნით კითხვამდე. მოგეხსენებათ, ადამიანის დნმ-ის დაახლოებით 98% მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელია და მას უვარგის დნმ-საც კი უწოდებენ. მაგრამ იქნებეს უზარმაზარი შეუსწავლელი ნაწილი სწორედ ჩვენი არამიწიერი შემქმნელების ფარულ ხელწერასა და გენეტიკურ მარკერებს ინახავს, იქნებ ანუნაკების არსებობის საბოლოო და უტყუარი მტკიცებულება უდაბნოს ქვიშაში ან უძველეს ნანგრევებში კი არა, პირდაპირ ჩვენში, ჩვენ საკუთერ უჯრედებშია დამალული. აბა დაფიქრდით ამაზე. უღრმესი მადლობა რომ მიყევით ამ განმარტებას, შეხვედრამდე.